დღეს საქართველოს პრეზიდენტი გლდანის სასჯელ-აღსრულების დაწესებულებაში მივიდა და ახლად აშენებული საზოგადოებრივი მისაღები დაათვალიერა რამიერიდან პატიმართა ახლობლებს მოლოდინი ბევრად უფრო კომფორტულ რეჟიმში მოუწევთ. საზოგადოებრივ მისაღებში შესაძლებელია მსჯავრდებულთან პაემაზე წინასწარი რეგისტრაცია, დანიშნულ პაემაზე რეგისტრაცია, ასევე საჭირო ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება და განცხადების ჩაბარება. დამატებითი სერვისის სახით კი ვიზიტორებისთვის საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი, საბავშვო კუთხე, უფასო იურიდიული კონსულტაცია და საინფორმაციო დაფაა გათვალისწინებული. იარსებებს ასევე ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების სისტემა საზოგადოებრივ მისაღებში მოქალაქეებს მაღალკვალიფიციური საზოგადოებრივი კონსულტანტები მოემსახურებიან, რომლებიც რამდენიმე ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს. პრეზიდენტის საზოგადოებრივ მისაღებში არსებული სერვისები სასჯელ-აღსრულების მინისტრმა გააცნო. ცოტა დრო, ასე ვთქვათ, დაითმო მოლოდინს და გაცილებით უფრო კომფორტულ გარემოში, ათმობად ჯიხურივით იყო, მაგრამ ეს ხო ერთადერთი. სხვაგან არ სადაც საკუთარიშიც. პრაქტიკულად ეს არის სერვისებზე ორიენტირებული შენობა, რომელიც ამარტივებს პროცედურებს ჩვენი მოსახლეობისათვის. ლოდინის დრო არის მაქსიმუმ 15 წუთი, შეთავაზებული არის უამრავი სერვისი, მათ შორის უფასო იურიდიული დახმარების კონსულტაცია. ყველა პრივატული შეხვედრის უფასო იურიდიული დახმარება რა თემაზეა? ეს არის იურიდიული კონსულტაცია ყველა თემაზე აბსოლუტურად უფასოდ და სისხლის სამართლის საქმეებზე უფასო იურიდიული დახმარება მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება დაიქროს საკუთარი ადვოკატი. ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეს შესაძლებლობა და სამოქალაქო საქმეებზეც მომავალში დავიწყოთ შეცვლების დაგვარად. ყველა ისაც უბედურ დღეს ჩაყარეს იმის გამო, რომ დანაშაული ჩაიდინეს და ყველაფერი ეს და მოხდეს ისაც ოჯახები, ისაც უმძიმე სოციალურ ქვეშ არიან ხშირ შემთხვევაში ამის გამო და აქ მაინც უნდა ამ ოჯახებს მაინც უნდა გავუმარტივოთ ცხოვრება ჩვენ, იმიტომ რომ და ეს იყო ყველა დიდი ტრადიციულად განსხვავება ძველ სისტემასა და იმას რაც ჩვენ გვქონით, არის ასევე გარეთ დარჩენილი ვიცალი ოჯახის წევრები, იმათ როგორ რაღაცნაირად ჩვენ უადვილებთ ცხოვრებას და არსებობას. რომ დამცირება გრძელდება, ყველა დიდი დამცირება იყო ახლოს. აი ეს მისაღები, ამანათები, ასე რომ თქვენ უნდა თქვენთან თქვენ ხარ საერთოდ ახალი სახე ამ სისტემის, იმიტომ რომ სისტემა იყო ყველა პირის პირით ორიენტირებული დამცირებაზე, შევიწროებაზე, გამწარებაზე და ამით საზრდოობდა და ამით ფულსაც აკეთებდნენ და ამით სიამოვნებასაც იღებდნენ. და ეს სხვა რაღაცა რაც იქნება. და ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა ჩვენ დანარჩენ სახელმწიფო სერვისებში. აქ მაგალითად საბანკო მომსახურებაც არის, თუ ადამიანს უნდა ადგილზევე სწრაფად ჩაურიცხოს გარკვეული თანხა მსჯავრდებულს, მბრალდებულს თავის საბანკო ბარათზე, შეუძლია ეს აქედან გააკეთოს ყოველგვარი. ჩვენ ახლა უამრავი სხვადასხვა გზა გვაქვს, რომ ციხეებს საერთოდ ცოტა გავტვირთოთ, იმიტომ რომ თუ ადამიანს შეიძლება რომ ციხეში არ იჯდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რა იჯდეს, არიდების მექანიზმი, პრობაცია, ასე შემდეგ, მაგრამ თუ ესე გამოვიდა, რომ არის დანაშაულების საზოგადოების გარკვეულ უნდა იყოს იზოლირებული, მათი ოჯახის წევრები მაინც უნდა იყვნენ ამითი მინიმალურად დაზარალებული. სახელმწიფო უკვე ძალიან აქტიურად ნერგავს ალტერნატიულ სასჯელებს, უკვე ასობით ადამიანს შეეხო ესეთი სასჯელები, ჩვენ ზუსტად ამისათვის ვავითარებთ. მაგრამ ბოდიში ჩვენ ის რომ საქვეყანაში ქუჩაში გადაადგინება უსაფრთხო არის შედეგი ასევე იმისა, რომ ადამიანები ვიწრავეს ჩადის, აგებს პასუხს აბასხვალერად როგორ ხდება ამის ხარჯზე. მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ერთხელ მე სხვა თუ არაფერი ეს ხალხი რომ გამო მეორე თუ არ ჩაიტო დანაშაული ნორმალურ ოჯახებს უნდა დაუბრუნდეთ და ეს ოჯახები ამიტომ უნდა იყოს მაქსიმალურად რაღაცა ღირსების პირობებში.